გაგახაროთ მე გაგაზრდოთ სულიერ წის რომ მოგცეთ და აი ფერიცვალების მადლი რომელიც საოცრად გარდაქმნის ადამიანს მადლი უკისა ეს არის ხელთუქმნელი ენერგია რომელიც შემოდის ადამიანში და რომელიც გარდაქმნის მას ეს არის ის ღვთაებრივი ნათელი რომელიც არის არა ატმოსფერული მოვლენა არა ელექტრომაგნიტური მოვლენა სხვა რამე იქნება ეს არამედ ეს არის ღვთის ხელთუქმნელი ენერგია რომელიც გამოვლინდა და რომელიც დაინახეს მოციქულებმა. უფალი დაინახეს მოციქულებმა ისეთი, რომელიც მათი საზომისებრ მათისა, მათი სულიერ ჭურჭლის შესაბამისად, რაც შეეძლოთ ისეთი სახით იხილეს, იმიტომ რომ ის გამომჟღავნდა ისეთი საოცარი ღვთაებრივი სახით, რომ მათ ვერ დაიტიეს და დაესწრნენ მუხლებზე. გახსოვთ, იმიტომ რომ ღმერთმა რომ ადამიანი იხილოს როგორი ძარის ის ვერ იტევს. გახსოვთ მოსე წინასწარმეტყველო მას უფალი იხილა და ვერ გაუძლო მის ხილვას და კლდეს მოეფარა. ეს კლდე არის ქრისტეს ადამიანური ბუნება ჩვენთვის. ეს კლდე არის ის, რომელსაც მოეფარა ქრისტეს ღვთაებრივი ბუნება მის ადამიანურ ბუნებას, რომ ჩვენ არ დავეწვით, მაგრამ იმდენად, რამდენად საჭირო იყო ღვთაებრივი განგებულებით მოციქულებს ეჩვენა მისი ნამდვილი ბუნება ფერიცვალებაზე. ანუ ის, რაც ის ნამდვილად არის, ის დაინახეს და შეძუწვდნენ. და დაესწრნენ და ისეთი საოცარი ხილვა იხილეს მათ რომ მათი ჭურჭელი სულიერ ჭურჭელი რასაც იტევდა იმდენად მიიღეს და დაიწყეს და ჩვენს მოგვეცა ეს მაგრამ ღმერთის ხილვა ესე ადამიანისათვის პირისპირ ხილვა შეუძლებელი ეს წვავს ადამიანი ვერ უძლებს ამას ესა ადამიანი და ღმერთი ეს ძალიან დიდი განსხვავებაა შემოქმედი და ადამიანი შემოქმედი და მონა უფალი მეუფე და მისი კმილება მაგრამ ეს სიყვარულით ქრისტეს სიყვარულით ქრისტემ ესეც მოგცა რომ აი ეს ხილვა მისი შესაძლებელი გახადა ქრისტემ რითი რომ სიყვარულით ადამიანისათვის თავის გაწირვით რომელიც ქრისტემ აღასრულა იმითი რაც ქრისტემ განახორციელა ამითი გახდა მისი განკაცების გამო გახდა შესაძლებელი ვის გაიგო ქრისტეს დაბადება შობა და ჯვარცმა და აღდგომა ანუ ეს საოცარი საიდუმლო სამების საიდუმლო თავისი წმენის მიდაბე პროპორციულად როგორც გაიგო და გაიგებს კიდევ ბოლომდე მაინც ვერ გაიგებს ამას ბოლომდე ანგელოზები ვერ იგებენ ჩვენთვის მოცემულია ეს მაგრამ მოცემულია საზომისებრ ჩვენისა მაგრამ ეს საზომი უნდა გაფართოვდეს ამის გამო ჩვენ მოგვეცა ეს რომ მხოლოდ ამის გამო გახდა შესაძლებელი ხილვა ღვთისა მიწაზე ჩვენთვის ქრისტეთი არის ჩვენთვის ხილვის შესაძლებლობა ღმერთისა მიწაზე მისი აღქმა ისე ჩვენ ღმერთს ადამიანი ვერ აღიქვას შეუძლებელი იყო ეს ძველ აღთქმაში ამიტომ ახალ აღთქმაში ეს მოგვეცა როგორც ახალი აღთქმა ღმერთისადმი ადამიანისა ახალი აღთქმა ადამიანისა და კაცობრიობისა რომ ღვთისა და კაცობრიობისა რომ ადამი მოვიდა ახალი რათა ახალი ადამიანს მიამსგავსოს თვითონ კაცობრიობა და ადამიანი მან მისა საშუალება იმისა რომ უთხრა რომ შენთანავა ვიდრე აღსასრულამდე სოფლისა ყოველდღე შენთან რომ ქრისტიანს ჩვენ შორის ვამბობთ ყოველგან არის ყოველსევე აღავსებს ხედავთ რო არ არის მეუფეოზეს თავში ამის ასობით გვერდია მის განმარტება როგორც მომჩვენე შესევ მეუფეოზეს თავს მეუფეოზეს თავს და ასე შემდეგ ხო იქ არის განმარტება ის ყოველგან არის ყოველსევე აღავსებს უბრალოდ ჩვენ ხოლმე ჩვენი დახშული შეუცნობადი გონებითა და დაბინდული გონებით და გულით ვერ აღვიქვამთ ხოლმე მას მაგრამ ის არნიშნავს თუ ვერ აღვიქვამ რასაც ვერ აღვიქვამ არ არსებობს ჩვენევრად არსებობს უბრალოდ ჩვენ ვერ აღვიქვამ ჩვენ რასაც აღვიქვამთ მარტო რომ ის არსებობდეს და რასაც ვხედავთ მარტო რომ ის იყოს ეგზისტენციაში ჩვენ მაშინ სამყარო ძალიან ღატაკი ყოფილდა ნუ იქნება ესე ხო ის ჩვენ რასაც აღვიქვამთ თორე ჩვენ რას აღვიქვამთ რაღაცა პროცენტს ის კი არა ჩვენი შესაძლებლობების რაღაც რამდენიმე პროცენტს ვიყენებთ ჩვენი ვიცოდეთ რა ვართ ჩვენ რო ვიცოდეთ რანი ვართ ჩვენ მართლა ღვთის ხატება რამდენია ჩადებული ადამიანის შესულ ჩვენ ვიცოდეთ ეს რომ შევძლოთ ჩვენ ვეცადოთ მაინც ყოველ შემთხვევაში კატნიერება არ გონია რომ არ შეგვიძლია ძალიან ბევრი რამე შეგიძლია ღვთის მადლით ქრისტიანს ხო შეძლებთ ჩვენსაც რასაც მე გავაკეთებო და მეცაც შეძლებთ ღვთის სახელით ხო ქრისტეს სახელით რასაკეთებდა წვენა არ გვაქვს თორე მტრების გაცოცხლება შეგვიძლია რა ვიცი მე სასწავლებლის მოხდენა და შემდეგ ხილული სასწავლების თავიდან ხილული სასწავლები კი უნდა ვეძებო ჩვენში უნდა ვეძებოთ ამ სასწავლების მოხდენა ამ კენჭების და ლოდების გადაადგილება რომ გზა გაიხსნას
ერთგულება ღვთისა, აი ეს არის თავი, ერთგულება ღვთისა, ერთგულება მოძღვრისა. როდესაც ადამიანი გაუარებული, როცა ადამიანი თავის თავს ვერ აცნობიერებს, თავის აზრს ვერ აცნობიერებს, ვერ აცნობს რისთვის არის, რისთვის მოუწოდა ღმერთმა. ლოკაციას არ აქვს მნიშვნელობა, სად მივა, ვისთან მივა, რა ლოკაციაში მივა. ის თუ ერთგან ვერ იპოვა ქრისტეში თავის თავი, ერთგან ვერ გახსნა თავისი გული, ის ვერსად ვერ იპოვის, ვერ გახსნეს. ის საწოდავი რო არის და ეგოცენტრიზმში ჩაკეტილი და თვითსახურების და თვითგანდიდების მანით შეპყრობილი, ვერც ერთ ადგილას ივარგებს x და y კოორდინატების ერთ კოორდინატში, ვერც x, y და z კოორდინატების მიამატე t მეოთხე განზომილება, კიდე მინდა დროის კოორდინატს მივამატოთ, თანამედროვე ფიზიკით ვერც იქ ივარგებს და ვერც მიკროსამყაროში ივარგებს და ვერც მაკროსამყაროში. ამიტომ რატო? იმიტომ რომ ადამიანი თუ ღმერთთან არის და ადამიანს თუ სიყვარული აქვს, წვენა აქვს, მას ყველაფერი მიეცემა. თუ წვენა სიყვარული აქვს, სულ გაუბუჟო გონება, twini და გადაუჯერო გონება და ყურები, გადაუჯერო მისი სმენა და ხედულობა შენი ლექციებით, მაინც არაფერი არ გამოვა. რატო? იმიტომ რომ აღქმა არა აქვს ამისი. ვერ აღიქონს. უпроსტად არ უნდა აღქმა, მისი შემეცნების ორგანოები დაბლაგვებულია. იმდენად დაბლაგვებული შემეცნების ორგანოები და რომ არ უნდა და ვერ უნდა. ეგოცენტრიზმი უშლის და თვითრეალიზაცია მისი გონია, რაც მეტად თავის თავს წარმოადგენს როგორც მცირე თვითღვთაებას, როგორც ნახევრად ღმერთს, ეს მიდრეკილება აქვს ბევრს. ნახევრად ღმერთობისაკენ მიდრეკილება აქვს. როგორც აი იყო მითოლოგიაში ნახევრად იყო ღმერთები, ხო პოლითეიზმი, ოლიმპოს თავდასხმა ღმერთები, ნახევრად ღმერთები და გმირები. მე მეფეები და ეს მოკვდავები და შემდეგ. იყო ღმერთთან ნახევრად ღმერთობა მაინც უნდა, თუ ღმერთობა არა ერთ-ერთი რომელიმე წარმართული პანთეონის ღვთაებობა თუ არა, ნახევრად ღმერთობა მაინც უნდა, მინიმუმ გმირობა. ესე დაუმსახურება და უშრომელად და ისე, იმიტომ რომ სამყარო მადლობელი უნდა იყოს მისთვის, რომ ის გაჩნდა და მისთვის, რომ მას უნდა პატივისცემ და მას უნდა თაყვანისცემ და ასე შემდეგ. პიროვნების კულტიდან დაწყებული და ამხორებული ბელადომანი და ასე შემდეგ. ეს ყველაფერი ხო წარმართობა, ტოტემიზმი და ფეტიშიზმი, რომლებიც ნიანგის თაყვანისცემიდან დაწყებული არის, ტომები ხო, არის ძველი ტომები, რომლებიც ნიანგს თაყვანისცემდნენ, ხეებს, თაყვანისცემდნენ დაუშვათ სხვა ქვეწარმავლებს, მზეს და ასე შემდეგ. ვინც ვარსკვლავებსა და თაყვანს მათ ვარსკვლავებმავე ასწავლეს თაყვანისცემა ქრისტესი და ქრისტესთან მიიყვანეს. ამიტომ დღეს მით უმეტეს, როცა ჩვენ მონოთეიზმის უმაღლეს დონეზე ვართ, ქრისტიანული მონოთეიზმი არის ტრინიტარული მონოთეიზმი. დღეს როცა ადამიანი პირიქით შენი თავი დაიმდაბლეო, დღეს ნათქვამი 7-დან დაბალი ვარ გულითაო და ისავლე ჩემგანო. თუ შენ პირიქით ერთგულებასა და სიყვარულს ვერ გამოხატავ, თვითრეალიზაციას ვერ ახდენა, დომინირების და მანიპულაციის სურვილი გაქვს ყველაზე და ყველაფერზე. ვერ შეძლებ თვით დაბადებას, ვერ შეძლებ თვით ახალ ადამიანად დაბადებას, იმიტომ თვით დაბადება შეუძლებელია ადამიანის მიერ. ქრისტე ბადებს ადამიანს. ახალი ადამი ბადებს ახალ ადამიანს. ვერ შეძლებ შენი თავი გამოჩეკო ესე თავით თვისით. ზევიდან გინდა ეს სითბო, მადლი, როც ჩიტი კვერცხს ხო ჩეკავს. ასე გინდა ზევიდან მადლი ღვთისა. კროხს ადარებს გახსოვთ ხო? ფალი მოვედი ვიდაცა აი როგორ გახსოვთ რომ დაგიწოდეთო ვიდაცა ბარტყებსო, მაგრამ არის სურვილი. არ უნდა გამოჩეკო. უნდა თავით თვისით და ესე არ გამოდის. ავტონომიური არსება არ არის ადამიანი. ადამიანი არის ღმერთზე დამოკიდებული არსება. და ეს უნდა გააცნობიეროს და ღმერთზე დამოკიდებული არსება თუ ხარ, მაშინ უნდა იცოდო რომ თავი დაიმდაბლო და ღვთის მცნებების მიხედვით იცხოვრო, რასაც გეუბნება, გაიგონო, დაიჯერო. ეცადო ყოველ შემთხვევაში და უფრო მეტი მოინდომო, ვიდრე გონია რომ შეგიძლია. მადლობა ჩვენს იესო ქრისტეს იყოს თქვენ ყოველთვის. ამინ.